მარჯობათ მეგობრებო. დღეს ჩვენ ვუყურებთ კომედიის შოუს, შაბათის შოუს უფრო სწორედ, ახალი შაბათის შოუს და აბა დავიწყოთ მეგობრებო. მიიღე 10% cashback-ი ნებისმიერ გადახდაზე. ლიდერკარდი. ისტორიის მასწავლებელი. გურამ, დიახ, ჩვენ სკოლაში იდეალურად არის ყველაფერი. ბავშვებიც არაჩვეულებრივად, რა თქმა უნდა. ამიტომ ვართ პირველები რა, ერთი წუთით რა ხდება, გენაცვალე, რა არის? დირექტორის კაბინეტი ეს არის? დირექტორის კაბინეტია, მე მგონი და ცოტა ყურადღებით უნდა ალბათ იყოს. თქვენ დირექტორი ბრძანდებით, ხო? მობრძანდით გისმენთ რა ხდება? გამარჯობა. გამარჯობა? მიდი შენიკ. რა ხდება? ერთი მაინტერესებს რა ხდება თქვენ სკოლაში. საერთოდ რას გავს ჩემი შვილი, შეხედეთ. არა, ეს ისედაც რას გავს, მაგრამ რატო არის ბავშვი დალურჯებული რა ხდება? მარტო სილურჯე შეამჩნიეთ თქვენ. მოტრიალდი დედიკო, დაინახე, იცრები რატო აქვს ბავშვს? ისევ ისტორიის მასწავლებელი, ხო? ერთი წუთით ეხლავე დაბრძანდით თქვენ, მე გავარკვევ ეხლავე. დაბრძანდით რა შვილო ხო არ გტკიება, ვაიმე, დედა რა გავაკეთე. მოითმინე. ბატონო ვასილ. შემობრძანდით ერთი წუთით. შემობრძანდით ერთი წუთით. შემობრძანდით. ან ეს მასწავლებელი წავა სკოლიდან, ან საბუთებს მოუკიდებ ხელს და გადავიყვან სხვა სკოლაში. ჩემი შვილი ისეთი რომ ნებისმიერი სკოლა მიიღო. არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთი წუთით რა შემოვა ეხლა და გავარკვიოთ. შენდა გავარკვიოთ. ნანა შემოუშვი რა, ისტორიის მასწავლებელი. ნო მობრძანდა. მობრძანდით ბატონო ვასილ, ეს დაბრძანდით. არის ხო? ბატონო ვასილ, რა ხდება? ეხლა გამაგებინეთ. რატო არის ბავშვი დალურჯებული და ეს ისრებით რატო აქვს კაცო ზურგი დაშავებული? გამაგებინეთ, მე ვერ ხვდები აქ რა ხდება. ვითმენჯე. ერთი წუთით გეხვეწ. ყველაფერი ცხადზე ცხადია. ჩაუკაკლე ბიჭო უკვე ყველაფერი? პატარა ჩხლეტა ვერ აიტანა და ყველაფერი ჩაგიკაკლა. ეს რო თქვენ ჩავარდეს ეს დამპალი. თე საქართველოს გაყიდა. რას ვინ არის დამპალი? როგორ შეიძლება ბავშვთან ესე კაცო, რას ლაპარაკობ? ეს გარეწარი ეს ასაკუცი ხარ თავიდან ფეხევამდე. იღლია ვერავაწევიე ქალბატონო თამარ. იღლია რომ ის არის შემერჭო. რატო უნდა შეგეჭოთ? ის არის კაცო. აბა როგორ ამეხსნა ვახტანგ გორგას არის სხვა რაირად. როგორ? მე დაწყნარდით რა, დაწყნარდით. ისეთ რა არის ბატონო ვასილ? მე საერთოდ არ მომწონს თქვენი მიდგომები. მაპატიეთ, მაგრამ არ მომწონს. მასწავლებელი. დაიჩოქენ დარვალო. მასწავლებელი. სოტრე დანელია უკვე 4 საათია მზეზე, თაფწასმული ზის და რა ვუყოთ, შემოვიყვანოთ? სახურავზე აიყვანეთ? დიახ, რამდენი ხანი გავიდა? 4 საათი. იყოს 1-2 საათი და იცოდეს სოტნე დადიანმა როგორ ეწამა სამშობლოსთვის. მომაწოდე! ბატონო ვასო, ზურაბ ტორონჯაძე, კედელში რომ ჩავაყოლით, რა ვქნათ ახლა? რა უნდა უყოთ? კედელი გამოხრიდეთ, რომ ჰაერი ისუნთქოს. კარგი. და შეიგრძნოს. რა დაუჯდა საქართველოს სურავის ციხის მშენებლობა? დასაგებია ვასო მასწავლებელი. გაეთრია გარეთ! ბატონო ვასილ, ეხლა ერთი წუთი რა, რა სურამის ციხე, კაცო? რა ცოტნე დადიანი? ეხლავე მანდატურებს დაუძახებ იცოდე. მანდატურებს ვერ დაუძახებ ქალბატონო თამარ. რატო ვერ დაუძახებ? სტამბოლში გავყიდე მამლუქებად. ვაიმე. ვიცი რომ სკოლას უჭირს 1-2 კაპიკი არ გვაწყენდა. ხედავთ რას კადრულობს? შენ კიდე ბიჭო ამოიღე ხმა. ყველაფერს სახშო ჩამიკარკლე ყველაფერი. ბავშვები ყავდა სხვადასხვა უჯრებში ჩატენილი და ზოგი კარადაში და იქედან აყვირებდა აქავარძია. რას ლაპარაკობ? რა მეკრე ქალბატონო თამარ, აბა როგორ ამეხსნა სხვანაირად ვარძიის დაარსება? ფული არა გვაქვს რომ ვარძიაში წავიყვანო ბავშვები და უჯრები ქვეყანა. ეგ კი არა ქალბატონო, თურმე უხსნიდა ბავშვებს შაჰაბასის ისტორიას ვაიმე. და მთელი კლასი წაუყვანია ფერეიდანში ფეხით. რას იქ უნდა დაეტოვებინა. რას ამბობ, კაცო?
როგორ ეს არის მამლუქებად მიყავდათ ბატონო ვასილ? არა, ეს რა მამლუქი იქნება ეს გათახსირებული. ამაში ვირას გადაიხდის? პატარაობიდანვე უნდა იცოდეს ქართველმა ჩვენმა წინაპრებმა რა გზა გაიარეს ფერეიდამდე. ბოდიში რა გინაცვალე, ბოდიში. ეს სკოლა ესეთ მდგომარეობაში არ ყოფილა ჩემი სკოლა. სხვათა შორის ქალბატონო თამარ თქვენთან სათხოვარი მაქვს. დიახ, ისე. 300 მოსწავლე მჭირდება სასწრაფოდ. სად მიყავთ კაცო? კრძალის ველზე. რას ლაპარაკობთ ბატონო ვასილ? 300 მოსწავლეს რა უნდა კრძალიში? ისტორიული ფაქტები მოითხოვს უბრალოდ. მჭირდება უბრალოდ პატარა დრამა გვაქვს დასადგმელი, უბრალოდ ვითომ ომის ინსპირაციაა. მაგრამ მინდა გითხრათ რომ არ ელოდეთ იმ 300-ს. რატო? ვერ მოვლენ. ერთი წუთით გაჩვენდით რა. შვილო, დედიკო მომისმინე. არის კიდევ ისეთი რაღაც, რაც ჩვენ არ ვიცით. ჩვენამდე ვერ მოვიდა ინფორმაცია. რაც დირექტორმა უნდა იცოდეს. გაჩვენდით. მე და თიკო გოგოლაძეს დაგვწერა გუშინ ჯვარი. დაიმე. თიკო რომ ჩემს უკან შენს უკან რო იჯდა. ანუ ძალი მყავს რა გამო. ერთი ბატონო ვასილ. 17 წლის მოსწავლეებს ჯვარი რატო დაწერეთ? შეგიძლიათ რა? ეხლავე აღიხსნით ქალბატონო თამარ. ეს სტრატეგიული გათვლა იყო ჩემი. გოგოლაძეების და ცხადაძეების გაერთიანებით მინდოდა მყოლოდა ერთიანი, ძლიერი, უძლეველი მე-12 ბ-კლასი. დიახ. და მეზობელ სკოლას დავარდებდით. ქართველო, მოსხიბე მოღალატეს თავი. ბუდიში რა. რა თქვა? მაპატიეთ გეხვეწებით. მოვკიდებ ეხლავე ან არ მოკიდოთ გეხვეწებით გამოწოდება. უი, ჩემი ნება იყოს მე მოკიდებდი და მოვწყვიტავდი. რას კადრულობ ბატონო მე ვკადრულობ კიდე ქალო, მე ვკადრულობ. მადლობელი უნდა იყოთ. თქვენი ეს უძღეული მათემატიკის გაკვეთილინა რო გამოვიყვანე და საქართველოს ისტორია საუკუნეების წინიდან შევასწავლე. დიახაც? მაგრამ რა იცით თქვენ ისტორია არ იცით არც ერთხელ. კი, მაგრამ ბატონო ვასილეს რაში გეხმარებათ გამაგებინეთ? მიდი ბიჭო. Octo Art House is ბატონო ვასილეს რაში გეხმარებათ გამაგებინეთ? მიდი ბიჭო. პირწავარდნილი ზეზვა. ვაიმე შვილო. დააკვირდით პირწავარდნილი ზეზვა. რა თუნდა? გვერდით გოგოლაძეს მოუსვავდით პირწავარდნილი მზია. არ ვიცი მე ქალბატონო, მე ბავშვი გადამყავს რა. გამინძადეთ საბუთები. ჩემი თავის ისრებიანად მიმყავს. აღელვებული ხართ ქალბატონო, ყველაფერი დალაგდება, გეფიცებით, არაფერი არ დალაგდება, სასწრაფო. დალაგდება. ერთი წუთი ქალბატონო თავარ მე მოვაგვარებ ამას ყველაფერს. ვაიმე რა. მაგრამ მე არაფერს მეკითხები, გოგონი, ქალბატონო. შენი სახელი მითხარი, ბერცო ტლიკინეთ. მედეა. ვაიმე გარუნა. გეუბნებათ რამეს ეს სახელი. მედეა. უკან დაიციეთ გეხვეწა. შენ ნაბოზდა რომ ედიკოსო შენ. ბავშვი გადაარჩინეთ, გაიყვანეთ. რას კადრულობ საერთოდ თუ ხდები? გადით. მამა და ძმა ოქროს საწმისში გაცვალე შენ. ჩატლაჭკა. ეს რა მაკადრა ქალბატონო? გაიყვანეთ. ეს რა მე მაკადრა? გაკადრე? მამა შენთან დარეკე. პროფესიონალიზმ მიცუნებ? ორი ნაბიჯით უკან დაიხიეთ ქალბატონო. სამი ერთის წინააღმდეგ? არც ტივი ვნახე დაჭრილი. ხალ ყორნებს ეომებოდა. არგი ესადა მეჩავს. ვაიმე. ადგომა. ბატონო ვასილ. მაგრამ ვეღარად გებოდა. ხელი გაუშვით. რასაც ხელი გაუშვით. ვაიმე მომიტყვა. ხელი გაუშვით. ვაიმე. ამნებდი. ონისე დედა. ამნებდი. ონისე. ამნებდი გამოდის ბატონო შეუსინისო. ვასილ. დათახსირებულა კაცი. ქალბატონო თამარ, თუ შეიძლება აი ეს ხუთი რომ მათხოვოთ. რაც გინდათ ეგ ხუთი კაცო? მერვე ბ-კლას გიორგი სააკაძე უნდა აუხსნე. რაიმე? დარეკეთ. რუსუდან! შედი კარავში რუსუდან! ვაიმე ბავშვო გაიქცი. შედი კარავში! მეგობრებო, თუ მოგეწონათ ვიდეო, ანუ კომენტში რომ ძალიან ბევრი ვიცინე რა, პროსტა თქვენთან არის მოდახმა გათიშული მქონდა რა. რადგანაც თქვენთან კარგად ისმოდეს,
ანუ მაგარი სასაცილო იყო ჩემ ბოლოში იყო იმენა ყველაზე სასაცილო და თუ მოგვეწონათ მეგობრებო ვიდეო გთხოვთ დამალაიქოთ და ლაიქოთ ჩემი ვიდეოები კიდევ და გამომიწეროთ ძალიან გთხოვთ და კიდევ გააქტიურეთ ზარისხი ლაკი რადგანაც არ გამოდოუხ შემდეგი ვიდეოები და ნახვამდის მეგობრებო რა გთხოვთ რომ გამომიწეროთ აბაჰი